ბოლო ხანებში მიღებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის რომ მანამდეც იყო კანონმდებლობაში ხშირი ხარვეზები აზრის გამოხატულების მიმართულებით, მაგრამ აქამდე ასე აქტუალურად მოქმედებაში არ იყო, ასე ვთქვათ, უფრო მიძინებული სახე ჰქონდა და ახლა აშკარა გამოხატულება ჰპოვა. მოუწოდებ რომ დაუწყოვნებლივ დაიწყონ ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიის მიმართულებით. ეს იქნება საპროტესტო აქციების ჩატარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები თუ სხვადასხვა მიმართულებებით და ეს მოხდეს დაუყოვნებლივ, რადგან დრო არ ითმენს, ვინაიდან თუ მოხდა საქართველოს ავტორიტარულ სახელმწიფოთა სიაში გადაყვანა, ანუ 4 ქულაზე უფრო დაბლა ჩაყვანა საქართველოში დემოკრატიის ინდექსის მაჩვენებლისა, მერე ეს უკვე ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეკონომიკურად და არა მხოლოდ ეკონომიკურად. ამიტომ მოგმართავთ ოცნების ლიდერებო, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოთ შესაბამისი დემოკრატიული რეფორმები. თან შეგახსენებთ, როგორც ხედავთ, სოფლიოში მიმდინარე მოვლენები დაადასტურა, რომ ის რისი იმედით საქართველოში ზოგიერთს ჰქონდა, რომ ტრამპი დაამთავრებდა უკრაინის ომს პუტინის გამარჯვებით და ტრამპი და პუტინი გაიყოფდნენ სოფლიოს გავლენის სფეროებად და საქართველო მოხდებოდა პუტინის გავლენის სფეროში. ეს გეგმა იყო იმთავითვე არარეალისტური, ეს იყო აბსურდული. ახლა კიდევ ერთხელ დღეს უკვე ფაქტია, რომ ეს გეგმა ამ გეგმის განხორციელება გამორიცხულია. როგორც ხედავთ, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის და უკვე ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა, უკვე ყოველდღიურობად გადაიქცა რუსეთის ქალაქების დაბომბვა. რა თქმა უნდა, იბომბება უკრაინის ქალაქებიც, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ თითქმის გარდა ფრონტის მიმდებარე ტერიტორიისა თითქმის თანაბრად იბომბება როგორც უკრაინის ქალაქები, ისე რუსეთის ქალაქები, მათ შორის მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი. უკვე აშკარაა, რომ პუტინმა მიზანს ვერ მიაღწია, აშკარაა, რომ ტრამპი ვერ შეძლებს ამ ომის პუტინის გამარჯვებით დასრულებას და ამის საშუალება მას ამერიკულმა დემოკრატიამაც არ მისცა. თქვათ, რისი დადასტურებაც არის გასული წლის ნოემბერში ეგრეთ წოდებული 28 პუნქტიანი შეთანხმების შეთავაზება უკრაინაზე, რაც ფაქტიურად უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავდა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ეს ყველანაირი გეგმები ჩაშლილია. გარდა ამისა, ამაზე დამატებით მინდა ვთქვა ის, რომ სულ ის რაც ირანის მიმართულებით მოვლენები, გარდა იმისა, რომ გარდა უკრაინაში რომ ვერ იმარჯვებს პუტინი, უფრო და უფრო კარგავს თავის გავლენის სფეროებს სოფლიოში, ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლით, ვენესუელაში მადუროს დაპატიმრებით, სირიაში ბაშარ ასადის დამხობით, ირანში მიმდინარე მოვლენებით, უნგრეთში ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხებით, სომხეთში ნიკოლ პაშინიანის გამარჯვებით საპარლამენტო არჩევნებში და ასე შემდეგ, უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ პუტინის გამარჯვება არ და ვერ იქნება ვერც უკრაინაში და ვერც მსოფლიო ასპარეზზე. და გარდა ამისა, თუ ტრამპი სერიოზულ შედეგებს არ მიაღწევს, როგორც ირანის მიმართულებით, ასე ან თუნდაც ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ირანის მიმართულება, რომელიც პუტინს ასუსტებს და ასევე კუბისა და ნიკარაგუის მიმართულებით. ასეთ შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, ამ წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება კონგრესის არჩევნები, სადაც მთლიანად იქნება არჩეული ახალი წარმომადგენელთა პალატა, ანუ ქვედა პალატა კონგრესისა. მოგეხსენებათ, კონგრესი ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტია და ასევე დაახლოებით 1/3 იქნება განახლებული კონგრესის ზედა პალატის, ანუ სენატის შემადგენლობა და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით დაახლოებით 80%-იან ალბათობას აძლევენ იმას, რომ ქვედა პალატაში, ანუ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებს დემოკრატიული პარტია, ხოლო არსებობს გარკვეული ალბათობა იმისიც, რომ ზედა პალატაშიც, ანუ სენატშიც კი მოიპოვოს უმრავლესობა დემოკრატიულმა პარტიამ, მაგრამ თუნდაც ქვედა პალატაში, ანუ წარმომადგენელთა პალატაშიც რომ მოიპოვოს უმრავლესობა დემოკრატიულმა პარტიამ, რაც როგორც მოგახსენეთ, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დაახლოებით 80%-იანი ალბათობით ფასდება. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პუტინზე და პუტინის მოკავშირეებზე სოფლიოს მასშტაბით. ხოლო თუ კი ორივე პალატაში, ანუ სენატშიც, წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც თუ კი მოიპოვებს დემოკრატიული პარტია უმრავლესობას, ასეთ შემთხვევაში ეს იქნება კიდევ უფრო დიდი დარტყმა. როგორც პუტინზე, ასევე პუტინის მოკავშირეებზე
პუტინის მოკავშირეებზე საერთაშორისო მასშტაბით. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ და რაც შეეხება ამ ალბათობას, ვიმეორებ, თუ კი ვერ მიაღწევს წარმატება ირანის მიმართულებით წარმატებას, რომც მიაღწიოს, დიდი ალბათობით წარმომადგენელთა პალატაში მაინც დიდი ალბათობა არის იმისი, რომ მაინც დემოკრატიული პარტია მოიპოვოს უმრავლესობას, ხოლო თუ ირანში წარმატებას ვერ მიაღწევს ტრამპი, ასეთ შემთხვევაში იქნება სერიოზული ალბათობა იმისი, რომ ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვოს დემოკრატიულმა პარტიამ. აქედან გამომდინარე ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ პუტინის საქმე ვერ წავა კარგად, ვერ მიდის კარგად და ვერ წავა კარგად. დემოკრატების წარმატება კონგრესის არჩევნებში ეს ნიშნავს დიდი ალბათობით უკრაინის ტრამპის მიერ დიდწილად შემცირებული უკრაინისადმი ამერიკული დახმარების კვლავ აღდგენას ამერიკის მხრიდან დემოკრატების წარმატების შემთხვევაში, რაც ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე შეამცირა ტრამპმა ამერიკის მხრიდან უკრაინის დახმარება, ევროპის ქვეყნებისა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების დახმარებით უკრაინა ახერხებს იმას, რომ უკვე ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მასირებული დარტყმების ქვეშ იმყოფება რუსეთის ქალაქები უკრაინის მხრიდან და ხოლო თუ კი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში თუნდაც ერთ პალატაში და მით უმეტეს ორივე პალატაში დემოკრატების წარმატების შემთხვევაში სერიოზული ალბათობისგან გამომდინარე იმისა, რომ აღსგება ასეთ შემთხვევაში დიდი ამერიკული დახმარება უკრაინისათვის, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს პუტინის სიტუაციას და კიდევ უფრო დაამძიმებს პუტინის მოკავშირეების მდგომარეობას მსოფლიო მასშტაბით.